და ახლა კიდევ ერთხელ უბრუნდებით მოვლენას, რითიც გამოშვება დაიწყეთ. ამ წუთებში ღმერთთა მოედანზე კრიმინალისტები მუშაობენ ქალაქის ცენტრში. სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა. ბექა ბარამიძე ცდილობს დაარკვიოს დეტალების. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. ბექა, თუ არის რამე დამატებითი დეტალი ცნობილი? სამწუხაროდ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება კვლავაც არ შეგვიძლია. ჩვენი გადამღები ჯგუფის ადგილზე მოსვლამდე ცხედარი, რომელიც კრიმინალისტებმა ღმერთთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რამდენიმე 2 საათის წინ სავარაუდოდ უკვე გადაასვენეს ქალაქის პრეფექტურაში, თუმცა ამ დრომდე კრიმინალისტები ადგილზე მოკვლევას კვლავაც აწარმოებენ. შორიდან ის რაც ჩანს, ამოღებულია საკმაოდ ბევრი მტკიცება, რომელიც კრიმინალისტებს საქმის გახსნაში სავარაუდოდ დაეხმარება. ცნობილი არის ის, რომ დაახლოებით დილისთვის პოლიციელებმა აღმოაჩინეს ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი ვინაობა, მისი ასაკიც. ექსპერტი კრიმინალისტები ჩვენთან არ საუბრობენ, ასევე უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ის რაც ჩვენ შორიდან დავინახეთ, არის ის, რომ სავარაუდოდ რაღაცა ჯგუფი მოქალაქეებისა ადგილზე შეკრებილი იყო და საახალწლო დღეებისთან დაკავშირებით მათ სასმელი და გარკვეული საკვები მომარაგებული ჰქონდათ. თუ რა მოყვა მათ შეკრებას და როგორ განვითარდა მოვლენები, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გვეტყვის. მანამდე კი სხვა დეტალები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კვლავაც უცნობი რჩება. ჩვენით მაინც ასე ვთქვათ შემთხვევის ადგილზე თუ კი სხვა ინფორმაცია გახდათ ჩვენთვის ცნობილი, ჩვენს მომდევნო გამოშვებებში მაყურებელს ამის შესახებ ვამცნობთ. დიდი მადლობა. ბექა ბარამიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილიდან.